Scatman's world. აქ საუბარი არის იმაზე, რომ გაზრდი, ამის შემდეგ პენსიონერი, რასაც აიღებს ყოველთვის ბოლოს, ის შეძლებს თორე ინჟინერიული პროდუქტის ხილვას, ამასაც მანამდე ყიდულობდა. აქ პრობლემა ამაში არის. ეგრე თანხების აკეთით გადანაწილება Excel-ის სქრინში არის ძალიან მარტივი. ამას გააკეთებს, რა ვიცი, მე-12 კლასელი მოსწავლე. აქედან აიღებს და იქით გადააჭერს. ეს არ არის გამოსავალი. გამოსავალი და ფუნდამენტური პრობლემა ჩვენი სოციალური დახმარების სისტემის არის არა იმაში, რომ აქ რაღაც თანხები აკლია, ამიტომ არის იმაში, რომ რასაც ხარჯავთ, ეს ხარჯები იფლანგება. ანუ თუ ჩვენ ავიღეთ მაგალითად თლიან ბიუჯეტს და ვნახოთ მაგალითად მომავალზე დაახლოებით 10 მილიარდსაც და უკვე 10 მილიარდი 155 მილიონი ხა ჩადებული მომავალზე ბიუჯეტში გაზარდეს კიდე. 4.5 მილიარდი დაახლოებით იქ არის სოციალური ხასიათის ხარჯი, ამაში შედის ჯანდაცვას, განათებას, პენსიები და ყველაფერი. ამ ხარჯების უდიდესი ნაწილი 2.5 მილიარდი იფლანგება საზოგადოების ისეთ ფენაზე, რომელიც არის ან შეძლებული, ან მდიდარი. ეს არ არის საშუალო ფენაც კი არ არის. ანუ ფლანგო არის, რომ ეს სისტემა არის გასასწორებელი. ფული მიდის რომელსაც ვითომ ხარჯავთ სოციალურ დახმარებაზე, არა გაჭირვებულებთან, არამედ ყველასთან. ეს საყოველთაო მიდგომა არის არასწორი. ეს თუ არ გასწორდა ამ სისტემაში პენსიების ნაწილში, მათ შორის 50 ლარით გავს 100 ლარით, უბრალოდ არის ფულის ფლანგვა. და ბოლოს დავასრულოთ თავი იმაზე, რომ ძალიან დიდხანს ვიტმენდი. თავი პრობლემა რაც არის, რადგან არავის არ უსაუბრებს. თავი პრობლემა არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა დღეს არის დაახლოებით 30 მილიარდი ლარი. ამის 1/3 ხარჯავს მთავრობა, ანუ იღებს ეკონომიკიდან და შემდეგ კონკრეტული ბიუროკრატია ფლანგავს ამას. ეს არის სერიოზული პრობლემა. მანამ ჩვენ ამ ხარჯებს არ შევამცირებთ, მაგალითად ჩვენ რა გეგმავთ, რომ არის საუბარი იმაზე, რომ ეს ხარჯები შეიძლება მინიმუმ 1/3 რომ ჩამოვიდეს დაახლოებით 20% იყო და არა 30% როგორც ეხლა. ეს არის ერთადერთი გზა თუ ჩვენ მინდა რომ ეკონომიკა აღმოჩნდეს. რატო არ კეთდება ახლა ეს არის პრობლემა და არ შეიძლება რატო ინდივიდი მართალი რომ ეს პრობლემა წინახელისუფლებაც ქონდა. წინახელისუფლება ძალიან ბევრს ხარჯავდა და ბიუროკრატია იქაც გაზრდილი იყო. თავარი პრობლემა აქ არის პოლიტიკური პრობლემა. ამ ხელისუფლებასაც, წინახელისუფლებასაც სჭირდებოდა გაზრდილი ბიუროკრატია იმისათვის, რომ შემდეგ ის გამოიყენოს პოლიტიკურად და მოიგოს არჩევნები. ეს არის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული რესურსი. ამას ვერ აკეთებდა ვერ წინახელისუფლება, ვერ აკეთებს ვერ ეს ხელისუფლება, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და სახელმწიფო ბიუროკრატია შეამციროს, იმიტომ რომ მოდის არჩევნები და მას სჭირდება ეს ადმინისტრაციული რესურსი დასაქმებული ადამიანების საჯარო სტრუქტურებში, აიტებში, სიპებში და რაღაცებში, რომლებიც არჩევნებზე გამოიყვანენ თავიანთ ოჯახის წევრებს, თავიანთ ნათესავებს, განსაკუთრებით ეს ხდება რეგიონებში და მოაგებინებენ არჩევნებს. I'm calling out from Scatman's world.